უკრაინაში სულ უფრო მეტად საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიიდან კიევზე ახალ შეტევას ამზადებს. განსაკუთრებით ბელარუსში სულ უფრო აგრესიული სამხედრო წვრთნების, მათ შორის ბირთვული წვრთნების ფონზე. თავად ალექსანდრე ლუკაშენკომ, ბელარუსის დიქტატორმა, განაცხადა, რომ ბელარუსი შეიძლება ომში ჩაერთოს უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ რესპუბლიკის მიმართ აგრესია განხორციელდება. ამ გამოშვებაში ჩვენ თქვენთან ერთად გავაანალიზებთ, არსებობს თუ არა რეალურად რაიმე წინაპირობა იმისა, რომ რუსეთი ბელარუსიდან კიევზე, ან უკრაინის ჩრდილოეთზე ახალ შეტევას ამზადებს. თუ ეს კიდევ ერთი საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაცია. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი, დაალაიქეთ, დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი. მული ამ ვიდეოს აღწერაშია. მაშასე, წინა დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მოულოდნელად სამუშაო ვიზიტი განახორციელა უკრაინის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ სლაუტიჩში, სადაც შეხვდა კიევის და ჩერნიგოვის ოლქების თემების ხელმძღვანელებს. მთავარი განხილვის თემა იყო ჩრდილოეთ რეგიონების, რომლებიც ბელარუსს ესაზღვრება, დაცვის გაძლიერება, თავდაცვითი ნაგებობების გაფართოება და სახელმწიფო საზღვის გამაგრება ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებებს. პრეზიდენტის თქმით, საზღვის დამატებითი გამაგრება ეხება როგორც ფორტიფიკაციულ და სხვა დამცავ ნაგებობებს, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების დანაყოფებს, რომლებიც ამ მონაკვეთებზე არიან განლაგებულნი. შემდეგ მოვიყვან ზელენსკის ციტატას. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გამაგრებისათვის. გვაქვს შესაძლებლობა პრევენციულად ვიმოქმედოთ რუსეთის ტერიტორიების მიმართაც. იქიდან შეიძლება იყოს საფრთხე და ბელარუსის ფაქტობრივი ხელმძღვანელობაც, რომელიც მუდმივად ზადყოფნაში უნდა იყოს. ანუ რეალურად უნდა იგრძნონ, რომ შედეგები იქნება თუ აგრესიულ ქმედებებს განახორციელებენ უკრაინისა და ჩვენი სახელმწიფოების წინააღმდეგ. ჩვენ გვახსოვს, რომ 2022 წელს შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდანაც იყო. ამას არ დავივიწყებთ. უკრაინის თავდაცვის ძალები, უსაფრთხოების ძალები, ჩვენი დაზვერვა იცის, რა საფრთხები არსებობს და როგორ უპასუხოს მათ, სამართლიანად და უპირობოდ. მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზელენსკის ვიზიტი და საზღვრის გაძლიერება მიმდინარეობს მასშტაბური უსაფრთხოების ღონისძიებების ფონზე. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ძალებთან ერთად ჩრდილოეთ რეგიონებში კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება დაიწყო. კომპლექსურ სამუშაოებს კოორდინაციას უწევს ანტიტერორისტული ცენტრი SBUSTA. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული პოლიციის, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის დანაყოფები. ღონისძიებები ითვალისწინებს კონტრდაზვერვითი და კონტრდივერსიული დაცვის სფეროში წინსწრავ მოქმედებებს 5 რეგიონის ტერიტორიაზე: ჩერნიგოვის, კიევის, ჟიტომირის, ვოლინისა და როვენის. სპეციალური ჯგუფები მუშაობენ მტრის ძალების სასაზღვრო რაიონებში შეღწევის აღკვეთაზე, დივერსიების, ტერორისტული გამოვლინებების, ძირგამომთხრელი ან სადაზვერვო საქმიანობისა და სხვა სამხედრო დანაშაულების პრევენციაზე. გარდა ამისა, ჩრდილოეთში თავდაცვითი და უსაფრთხოების ღონისძიებების გააქტიურება დაკავშირებულია მტრის გეგმების შეფასებასთან. 20 მაისის წინადრეს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს აქვს გეგმა მობილიზაცია მოახდინოს კიდევ 100,000 ადამიანის. ასევე არსებობს ჩრდილოეთიდან შეტევის 5 შესაძლო სცენარი. ამას დათვალისწინებით უკრაინის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გააძლიეროს სამხედრო ძალები ჩერნიგოვ-კიევის მიმართულებით. ასევე მოამზადოს დამატებითი კომპლექსური ღონისძიებები უსაფრთხოებისა და დიპლომატიის სფეროებში ბელარუსთან მიმართებაში. აქ კიდევ ალექსანდრ ლუკაშენკო, როგორც ამბობენ, ცეცხლზე ნავთს ასხამს და აცხადებს, რომ ბელარუსის ხელმძღვანელობა შეიძლება ომში ჩაერთოს უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რესპუბლიკის მიმართ აგრესია განხორციელდება. ამასთან მან დაამატა, რომ მინსკის ომში ჩათრევას არ აპირებს, რადგან ციტატა ამის საჭიროება არც სამოქალაქო და არც სამხედრო თვალსაზრისით არ არსებობს. ლუკაშენკომ ასევე გამოხატა მზადყოფნა ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის უკრაინის ან ბელარუსის ნებისმიერ წერტილში, რათა განეხილათ ორმხრივი ურთიერთობების პრობლემები და პერსპექტივები. მაგრამ მაშინვე ხაზს გაუსვამ, რა აზრი აქვს საუბარს კრემლის მარიონეტთან, რომელიც თავად არაფერს თვეთს. რას თვეთს ლუკაშენკო ბელარუსში? არაფერს. იქ ყველაფერს დიდი ხანია პუტინი კრემლი წვეთს, ხოლო ლუკაშენკო უბრალოდ ისეთი ძაღლია, რომელიც ასრულებს ყველაფერს, რასაც მოსკოვიდან ეთქვია. რა აზრი აქვს მასთან მოლაპარაკებებს? და ვინ გონია თავის საერთოდ ამ თვითგამოცხადებულ ბელარუსის პრეზიდენტს, რომ ამბობს მზად ვარ ზელენსკისთან საუბრისთვის? შენთან ვინ არის მზად საუბარზე? ეხლა მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ჩრდილოეთიდან შესაძლო საფრთხის შესახებ განცხადებების ფონზე უკრაინის სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა აკვირდება რამდენიმე ნიშანს,
რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს რუსეთის მიერ პოტენციური შეტევითი მოქმედებების მზადებაზე ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებებს. მაგრამ მაშინვე აღნიშნავ, რომ ამ ეტაპზე ამ მიმართულებაზე აქტიობა და საფრთხის დონე დაბალია. ამავე დროს ყურადღება ექცევა რამდენიმე ფაქტორს. პირველ ნიშანი იმისა, რომ რუსეთი აშკარად რაღაცისთვის ემზადება იქ, არის უკრაინის ჩრდილოეთ საზღვართან ჯარების რაოდენობა. ბელარუსის მხრიდან კვლავ განლაგებულია ბელარუსის არმიის 4 ბატალიონი. ეს დაახლოებით 2000 სამხედროა, რომლებიც მუდმივად იცვლებიან. საკმარისი რაოდენობის რუსული ძალების შეტევისთვის არც ბელარუსის მხრიდან და არც რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქის მხრიდან ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. ამავე დროს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ კრემლი ამზადებს ახალ მობილიზაციულ ნაბიჯებს, კიდევ 100,000 სამხედროის შესაკრებად. აი ასე. და ეს ახალი მობილიზაცია შეიძლება დაემატოს იმ 409,000 სამხედროს, რომის აყვანასაც რუსეთი წელს კონტრაქტით გეგმავს. და სწორედ ეს დამატებითი 100,000 მობილიზებული შეიძლება გამოიყენოს კრემლმა უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრებზე ოპერაციისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. მეორე ფაქტორად, სამხრეთ ბელარუსში ინფრასტრუქტურის განვითარებას ასახელებენ. იქ მიმდინარეობს ლოგისტიკური მარშრუტების გაძლიერება, პოლიგონებისა და ბაზების მოწყობა, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ რუსული ველური ჯარებმა, ეგრეთ წოდებულ სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში. მესამე ნიშანი, რომელიც ჯერჯერობით არ ფიქსირდება, არის ბელარუსსა და რუსეთის მხრიდან დაზორვითი და დივერსიულ-დაზორვითი საქმიანობის გაძლიერება შესაძლო დარტყმის მიმართულებით. აქ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჯერ კიდევ აპრილის შუა რიცხვებში პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებდა, რომ რუსეთი ცდილობს ბელარუსი ჩართოს ომში. კერძოდ, სასაზღვრო რაიონებში აფიქსირებდნენ გზების მშენებლობას უკრაინის მიმართულებით და საარტილერიო აღჭურვილობის მოწყობას. მაისის დასაწყისში ზელენსკიმ განაცხადა სპეციფიკურ აქტივობაზე საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე. წინაკვირას ზელენსკიმ გაასაჯაროა ინფორმაცია დამატებით კონტაქტებზე რუსეთისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის. შემდეგ მოვიყვან ზელენსკის ციტატას. უკრაინას აქვს დეტალები რუსეთსა და ბელარუსს შორის საუბრის შესახებ. უკრაინა, რა თქმა უნდა, დაიცავს საკუთარ თავზე თავის ხალხს, თუ ალექსანდრ ლუკაშენკო შეცდება და გადათქვეთს, კიდევ ამ რუსულ განზრახვასაც დაუჭიროს მხარი. გარდა ამისა, 19 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ დაადასტურა საფრთხეების რეალურობა. მისი თქმით, მოსკოვი განიხილავს ოპერაციის გეგმებს ბელარუსის ტერიტორიის სამხრეთით და ჩრდილოეთით, ანუ უკრაინის ჩერნიგოვ-კიევის მიმართულებით, ან ნატოს ერთ-ერთი ქვეყნის წინააღმდეგ. სტაუგის სხდომაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი ამზადებს 5 სცენარს ჩრდილოეთიდან შეტევისთვის, კერძოდ ჩერნიგოვ-კიევის მიმართულებით. თავდაცვის ძალებს დაევალათ ამ მონაკვეთის გაძლიერება, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური მუშაობის გააქტიურება. ამასობაში ბელარუსი რუსეთთან ერთად ატარებს ბირთვულ ცურთნას, რომელსაც კრემლმა ნატოსთვის სიგნალი უწოდა. გახსენებთ, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო გუშინ ესტუმრა სარაკეტო ბრიგადას და განაცხადა, რომ მისი ოცნება რუსეთის ისკანდერის კომპლექსების ბელარუსში განთავსებაზე ახდა. მაგრამ ხაზგასმით ვიტყვი, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ერთი მთავარი აზრის დაფიქსირება. ბელარუსის მხრიდან ღია პროვოკაციები, ან საზღვრის გარკვევის ცელები, ბოლო დროს არ დაფიქსირებულა. აქ რაულ წერტილს დავსვამ, თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ან გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აწკაპულით ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ვშვიდობა. აქ რაულ წერტილს დავსვამ, თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ან გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აწკაპულით ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ვშვიდობა.